დიახ, ლევან მიშველიანი არის ის მოსამართლე, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომ ნიკა მელიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულებს ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძეს 3,000 ლარიანი გირაო შეფარდებოდათ, როგორც ჩანს, სახელმწიფო ბრალდებამ ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია, მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ყოველგვარი აკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა ბრალდებულები, ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძეც უკვე თავისუფლები არიან, ისინი სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან გირაოს გარეშე გათავისუფლდნენ. 1 ოქტომბერს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი და ამ საქმეს გაგრძელება ექნება. მოულოდნელი იყო სხვათა შორის როგორც ბრალდებულისთვის, ასევე მისი ადვოკატისთვის ნიკა გვარამიასთვის დღევანდელი გადაწყვეტილება. გვარამიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი რამ თბილისში სასამართლოში არ ხდება და გაუკვირდა, რომ მოსამართლემ გაუგრძლო პოლიტიკურ დაკვეთას და პროკურატურის მოთხოვნა არ შეასრულა. რა აბსურდის თეატრთან ხონდა საქმე ყველამ კარგად ვიცით, თუმცა დღეს ყველას გასაკვირად მოსამართლემ გამოიჩინა ობიექტურობა და არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა ჩემი და გაბრიელ კობაიძის 3,000 ლარიანი გირაოთი განთავისუფლებას, არასაპატიმრო გირაოთი. ხვდებით მოცემულობას, რომელიც საერთოდ არ არსებობს. ჩემ წინააღმდეგ და გაბრიელ კობაიძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული იყო 162 პრიმატურით, რაც ითვალისწინებდა საარჩევნო კამპანიაში ხელშეწყობს. იმ კამპანიაში, რომელშიც ჩვენო ვიყავით ჩართულები. ეს არის პოლიტიკური დევნა, ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ბოლო წლების განმავლობაში უფრო აქტიურად ცდილობს პროტესტში აქტიური წევრების განეიტრალებას და მათ შეშინება დაშინებას, თუმცა არ გამოუვიდა არც ერთ ახალგაზრდასთან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. რაც უფრო მოუჭერენ მარწუხებს, ეს მარწუხები უფრო და უფრო გაიხსნება. ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, სადაც უბრალოდ გაჩერება არ შეიძლება. ნიკა მელია არის ჩემი უახლოესი გარემოსწორი, ჩემი მეგობარი და სადაც ნიკა მელია, იქაა სიმართლე, სადაც სიმართლეა, იქ არის აუცილებელი გამარჯვება. ებრძოლაც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. თბილისში ესეთი რაღაცეები არ ხდება, როგორც ჩანს რეგიონებში კიდე შესაძლებელია. არ ვიცი, მე არ ვიცნობ ამ მოსამართლეს მართალი გითხრათ, მაგრამ ახსნას არ დავიწყებ იმისას, რომ უბრალოდ თეორიულად შეუძლებელი იყო რომელიმე აღკვეთის გამოყენება, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევაა, როცა სამართლებრივი ნორმა უბრალოდ არ არსებობს, კოდექსში კი წერია, მაგრამ არ მუშაობს, იმიტომ რომ უკავშირდება მხოლოდ საარჩევნო, წინა საარჩევნო პერიოდს და 11 აგვისტო ყველასთვის ცნობილია, რომ არ იყო წინა საარჩევნო პერიოდი, მაყურებლისთვის მარტივი რო იყოს და სამართლებრივი დეტალებით არ გადავღალო, ეს იგივეა, რომ საფხულის ოლიმპიადაზე მოქმედი წესით დოპინგის მოხმარებისთვის მოიხსნას ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე, ხო? ანუ საერთოდ რო არ ეხება ისეთი ნორმები გამოიყენონ. დაახლოებით ამას ითხოვდნენ. ერთადერთი შედეგი იყო თეორიულადაც კი და რაც შეიძლება და დამდგარიყო და დადგა საბედნიეროდ, როგორც ჩანს, თბილისისგან რაღაცა განსხვავებები არის რეგიონებში. მართალ გითხრათ, გაოგნებული ვარ, გამიკვირდა ძალიან, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგია. ზუსტად 2 წელი გავიდა დღეს ნიკა მელიაზე თავდასხმიდან. ნიკა მელია სამტრედიაში თავს 2024 წლის 11 აგვისტოს დაესხნენ. სულხან საბა-ნიკოლეიშვილი იყო თავდასხმელი, რომელიც თავდაპირველად ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მელიაზე თავდასხმა. შემდეგ ბრალის წარდგენამდე ერთი დღით ადრე თქვა, რომ პირადი მიზნები ჰქონდა ნიკა მელიასთან და პირადი მოტივით დაესხა ის თავს პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ახალი პარტია ახალის წევრი არის ცოტნე მირცხულავა, რაც შეეხება გაბრიელ კობაიძეს, ის იყო ნიკა მელიას დაცვის სამსახურის თანამშრომელი და მათ ბრალი წარუდგინეს საარჩევნო პროცესში ძალადობის მუხლით, თუმცა აქ აღსანიშნავი ერთი ფაქტია, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 27 აგვისტოს გაიხსნა 2024 წლის, შესაბამისად პროკურატურას ბრალიც კი არაზუსტად ჰქონდა წარდგენილი პარტია ახალის წევრებისთვის და ამასთან ერთად არასწორად წარუდგინეს ნიკა მელიას თავდამსხმელსაც ბრალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მას აღიარებინეს. დღევანდელ სასამართლოს ხდომას ესწრებოდნენ ცოტა მირცხულავას მეგობრები, თანამებრძოლები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და ასევე სასამართლოში სამტრედიაში ჩასულები იყვნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. სასამართლოს ხდომაზე ძალიან ნათლად გამოჩნდა რა აბსურდული საქმე აქვს დაწყებული პროკურატურას 2 წლის თავზე მოძალადესთან ერთად
ასამართლებელი იმხავს, ვინც საარჩევნო ოფისს ხსნიდა. ანუ კანონს კი არ არღვევდა, კერებს არ აკეთებდა. საარჩევნო ოფისის გახსნაზე იყო ჩამოსული, მოხდა თავდასხმა ჩვენზე და აქეთ კიდე ცოტნესა და გაბრიელის დაკავებას ითხოვდა პროკურატურა, თუმცა იმდენად აბსურდული იყო საქმე, მოსამართლის გადაწყვეტილებაც, რომ ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ ცოტნეს და გაბრიელის, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ლოგიკური. ის რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა ცოტნე მირჩხულობა და გადაიტანა სხდომა და გამოცხადება ამ განაჩენის ოქტომბრის პირველში, ეს კარგი შედეგი არის, ფიქრობ, თუმცა ყველაფერს უნდა მოველოდოთ ამავე სასამართლოსგან, იმიტომ რომ არაფერს არ ვართ დაცული, ჩვენ ვიცით თუ რამდენად გაძლიერებული არის სასამართლო კლანი, არა მხოლოდ საქალაქო სასამართლოებში, არამედ სააპელაციო და უზენაეს ინსტანციებშიც. დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვეს ცოტნე მირჩხულობა, ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურამ ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ ვერ შეკერა ისე საქმე, რომ არ გამოჩენილიყო ეს თეთრი ძაფები ამ საქმეში. ამიტომ ეს ძალიან დიდი სამართლებრივი ლაფსუსი, რომელსაც შეუიარაღებელი თვალის დაინახავდა ნებისმიერი სამართლის არამცოდნეც კი. რეალურად ყველა მსგავსი кейსი მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდები შეაშინონ, გააჩუმონ და ის რომ რაღაცნაირად საპროტესტო მუხტიც ჩააქრონ. თუმცა, რავი, ჩემ და გასაკვირად, ცოტა მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ მიიღო, რადგან ჩვეულები ვართო სასამართლოში უსამართლობას უფრო ხედავთ ვიდრე სამართალს და დარწმუნებული ვარ რატომღაც რომ არც ბოლო кейსი არ იქნება მსგავსი და კიდევ თუ რამე ძველი აქვს დაგროვილი იმასაც ამოქეკავენ. ჩვენ დღესაც ვიხილეთ რეალურად სასამართლო პირობებში პროკურატურის მხრიდან სრულ ბრალდება, რაც ვერ გაიტანეს ამ სასამართლოშიც კი და შემდეგ სასამართლოში კიდევ ბევრი ადამიანის თავისუფლებას ვიხილავთ. მას ასე პროკურატურის შუამდგომლობა სამტრედიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტია ახალის წევრები ნიკამელიას თანამებრძოლები გირაოს გარეშე გაათავისუფლა მოსამართლემ, რაც შეეხება მელიაზე თავდამსხმელს, რა ხდება მასთან დაკავშირებით ეს ჩვენთვის უცნობია. სულხან საბა ნიკოლეიშვილი არ კონტაქტობს მედიასთან, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ჩატარდა თუ არა მისი სასამართლოს ხდომა, ვცდილობთ ინფორმაცია მოვუპოვოთ პროკურატურისგან, გავარკვიოთ სახელმწიფო ბრალდება სულხან საბა ნიკოლეიშვილთან მიმართებაში, რა შუამდგომლობით შევიდა სასამართლოში, მოითხოვა თუ არა გირაოს საფუძველზე თავდამსხმელის გათავისუფლება თუ აღკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლეს ის, თუმცა ამ ეტაპზე სახელმწიფო ბრალდებისგან ვერ მივიღეთ პასუხი ამ კითხვაზე.